დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობისა, მოგესალმებით რადიო იმედის ღია ეთერში ვიწყებთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს. მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს ვისაუბრებთ თემაზე კონსტიტუციური მონარქია. ეყოლება თუ არა საქართველოს მეფე? მონარქიის აღდგენის თემაზე ირაკლი კობახიძე ილია მეორეს უკვე ესაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქი ამბობს ჭეშმარიტებას. შეგახსენებთ, რომ გუშინ სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მოაქვს მშვიდობა. ინტერაქტივი შეკითხვა ემხრობით თუ არა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. 292 1188 292 1189 ღია ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრებია. თქვენ შეგიძლიათ გადაცემის განმავლობაში დაერქვათ აღნიშნულ ნომრებზე და მიიღოთ ინტერაქტივში მონაწილეობა. თემასთან დაკავშირებით მართლ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით ჩატარდეს პლებისციტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით შესაძლებელია პლებისციტის ჩატარება, როგორც მან დღეს აღნიშნა, არ უნდა გამოირიცხოს მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა ისეთ საკითხზე, როგორიც არის საკონსტიტუციო მოწყობა. ამ თემაზე საკუთარი მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს ლევან ბოძაშვილს, რომელსაც ტელეფონის მეშვეობით ვრთავთ ღია ეთერში. საღამოშიდობისა, ბატონო ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა, რომ იღებთ პროექტში მონაწილეობას. ბატონო ლევან, დავიწყებ ინტერაქტივი შეკითხვით თქვენთან საუბარს. ემხრობით თუ არა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას? ასაკითხი იმდენად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია, როგორც ზოგადად მოდელის მმართველობის მოდელის ცვლილება ქვეყნისათვის, რომ ეს სახსახა-პასუხი არ შეიძლება არსებობდეს. მე რა თქმა უნდა პატრიარქის მიდგომის ბევრ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ამ მოდელს ეხება ვიზიარებ, თუმცა ეს არის ძალიან დასაფიქრებელი, ძალიან კარგად დასატონი საკითხი, აქ საზოგადოების აზრი არის მნიშვნელოვანი ამავე დროს. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ეს არის საჩქარო, ასე ვთქვათ, დღესვე გადასაწყვეტი საკითხი და არ უკავშირდება ასევე მიმდინარე საკონსტიტუციო პროექტს. ასე პატრიარქის ქადაგებაში თქმა იყო ფასახად, რომ ეს არის სამომავლოდ ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელი თემა, და მომავლის ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, რომ მომზადდეს საზოგადოებრივი აზრი, ჩამოყალიბდეს, თუ იქნება ამაზე კონსენსუსი, იქნება ეს პლებისციტით გამოხატული თუ სხვა ფორმით, მაშინ შესაძლებელია უკვე ამაზე სერიოზულად და მნიშვნელოვნად ვისაუბროთ. არა, შეეხება თავად პოლიტიკურ სისტემას, რომელია ყველაზე მეტად მისაღები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, რას ფიქრობთ თქვენ? ყველა მოდელში არის თავისი დიდი პლუსი და თავისი დიდი, ასე ვთქვათ, ნეგატიური მხარე. საპარლამენტო იქნება საპრეზიდენტო კონსტიტუციური მონარქია თუ სხვა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ასეც მეპირად, როგორც კონსტიტუციონალისტი ყოველთვის ემხრობოდი და მემხრობი არის ორპალატიანი პარლამენტის მოდელი, რომელიც ისე როგორც კონსტიტუციური მონარქიის საკითხი ჯერჯერობით სერიოზულად არ განიხილება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ვთვლი, რომ ორპალატიანი პარლამენტი ძალიან ბევრ პოლიტიკურ და საარჩევნო პრობლემას მოხსნიდა. რას შეგვიძლია კონკრეტულად შეიძლება ვისაუბროთ და ავუხსნათ მსმენელსათვის, ვისაც ნაკლებად ცნობილია ეს თემა, ორპალატიანი პარლამენტი სისტემა წყობის რას შეგვიძლია? პირველ რიგში ეს გაუმჯობესებს საკანონმდებლო ხარისხს და გამჭვირვალობას, მეტ გამჭვირვალობას შეძენს საკანონმდებლო პროცესს. მეორე, ეს არის პოლიტიკური პარტიების, მათ შორის იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ბლოკებს ვაუქმებთ, ახალი საკონსტიტუციო პროექტი პოლიტიკური პარტიებისთვის ეს იძლევა განვითარების მეტ საშუალებას, მეტ რეგიონალურ წარმომადგენლობას, ამ წარმომადგენლობის უზრუნველყოფას. თქვენ დღეს მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, უფრო ქალაქ თბილისის ცენტრზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, რეგიონებში პროპორციული განვითარება ახდება ისევე როგორც ეს ხდება თბილისში, ამიტომ სწორედ მეტი ასე ვთქვათ რეგიონის ჩართულობა და ანგარიშვალდებულობა ზედაპალატაში წარმოდგენილი დეპუტატებისა უზრუნველყოფს იმას, რომ სამომავლოდ რეგიონებიც იქნებიან, რეგიონების მოსახლეობა უშუალოდ იქნება ჩართული თავისი ბედის უკვე საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტაში და ძალიან ბევრი სხვა საკითხია ისეთი სამართლებრივი, პოლიტიკური და ასე შემდეგ, რომელიც დიდ პოტენციალს ძენს უკვე მithumetes საპარლამენტო რესპუბლიკას და სწორედ ეს არის ვენეციის კომისიის ამ ბოლო დასკვენაში თავაზობს სწორედ სენატის ამოქმედება. მithumetes ეს საკითხი ჩვენს კონსტიტუციაში უკვე წერია. ერთადერთი დათქმა, რაც ამის ამოქმედებას ხელს უშლის, არის ის, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და მას შემდეგ შესაძლებელი იქნება საპარლამენტო პალატიანი პარლამენტის ამოქმედება. თუმცა ვენეციის კომისია დღეს მეუბნება, რომ ამ საკითხის მიუხედავად ეს არის საშუალო საქმე და დღეს უნდა გაკეთდეს. გასაგებია, ბატონო ლევან, ჩაგაკითხებით, თუ შეიძლება რა შეგვიძლია კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა, როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ, რა შეიძლება შეიცვალოს?
აი დასავლეთ ევროპაში მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანაში, აბსოლუტურ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური მონარქია. კონსტიტუცია მაგალითად ინგლისს თუ ავიღებთ, ბრიტანეთს, იქ ეკლესიის მეთაური ფორმალურად არის მონარქი. მაგალითად თუ ავიღებთ ნიდერლანდებში მონარქის შენახვის ასე ვთქვათ პრობლემა გადაწყვეტილია იმით, რომ სამეფო ოჯახს ჰაინეკენში აქვს ოფიციალური წილი. და სხვადასხვა ფორმებია გამონახული. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა ამოვიდეთ იქიდან ნებისმიერი მოდელი, იქნება საპარლამენტო მონარქია, კონსტიტუციური თუ საპრეზიდენტო, რა მეტ იმპულსს, მეტ დადებით პოზიტივს მოუტანს ქვეყანას. აქედან უნდა ამოვიდეთ. ეს ყველაფერი ამიტომ არის დასაფიქრებელი, განსახილველი. მე როგორც ვიცი და ყველამ ვიცი პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები შეხვდნენ პატრიარქს, იყო ამაზე საუბარი, ალბათ იქნება შეიძლება მომავალშიც და ნახოთ დავალოდოთ როგორ გამიჩნდება მოვლენები. და კიდევ ერთხელ ჩაგკითხებით, რა არის ამ საკითხებთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება, რაც თქვენ აღნიშნეთ რამდენჯერმე რომ ეს საკითხი მოითხოვს დაფიქრებას, მაგრამ უკვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვა თავად მოსახლეობაშიც. ყველა შემთხვევაში საზოგადოების მიმართება არის ყოველთვის, როდესაც ასეთი ტიპის საკითხებს საუბრობთ, პერსონიფიცირებული. მათ შორის საპრეზიდენტო მოდელთან მიმართებაში არის ყოველთვის პერსონიფიცირებული და ასე შემდეგ. ერთადერთი მოდელი, რომელიც გამორიცხავს პერსონიფიკაციას, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ხო? კონსტიტუციური მონარქიაში საზოგადოება ავტომატურად და ბუნებრივად ფიქრობს იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მონარქია. მე ვთვლი, რომ ეს არასწორი მიდგომა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მოდელის სისტემის საკარგიანობა უნდა ავწონოთ, განსაზღვროთ და შემდეგ აქედან გამომდინარე ვიფიქროთ ეს მომავალში გება თუ არა და ამის შემდეგ ვიფიქროთ უკვე იმაზე სამეფო ოჯახი ასე ვთქვათ მოწონს ხალხს თუ არ მოწონს და ეს მეორე მნიშვნელოვანი უფრო ნაკლები მნიშვნელობის საკითხია. მაშინ განვუმარტოთ თუ შეიძლება მოსახლეობას კონსტიტუციონალისტი ბრძანებით ბუნებრივია და რა მოხდება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში? ყველა ფიქრობს რომ იქნება მეფე რომელიც გამოირიცხება საპრეზიდენტო არჩევნების ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტი შეუთავსებელია კონსტიტუციურ მონარქიასთან და ასეთ შემთხვევაში საქართველოს რაც კონსტიტუციურ მონარქიას მოაქვს ეს არის პირველ რიგში ის რომ მემკვიდრეობითობა სახელმწიფო მეთაურის სუვერენის იქნება მუდმივი. ანუ საპრეზიდენტო მოდელის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის ცვლილება გარკვეული ციკლის შემდეგ, ხოლო კონსტიტუციურ მონარქიაში ხედავთ რომ ერთი სამეფო ოჯახი მემკვიდრეობით ინარჩუნებს სუვერენობას ქვეყნის და ეს გარკვეულწილად რაღაც სტაბილურობის რაღაცა ხარისხი რა თქმა უნდა თავის თავში გულისხმობს და იმ სიმშვიდებსაც რომელსაც პატრიარქი გულისხმობს და ამ თემასთან მიმართებაში. რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ საპრეზიდენტო მმართველობების პირობებში დავინახეთ რომ დესტრუქციული ელემენტი პოლიტიკური ხელისუფლების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენების ხარისხი ყოველთვის მაღალი იყო ამ ქვეყანაში. ამიტომ ალბათ პატრიარქის მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს, რომ ამ სიმშვიდეზეა საუბარი, რომ ქვეყანაში სუვერენი, რომელიც იქნება სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მეფობს, მაგრამ არ მართავს, გარკვეულწილად შემოიტანს ამ პოლიტიკურ სტაბილურობაში და სახელმწიფოებრივ სივრცეში, პოლიტიკურ სივრცეში. ალბათ ეს იყო მისი ასე ვთქვათ არგუმენტაცია. ბატონ ლევან, თქვენ აღნიშნეთ საუბრის დროს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი. ავტომატურად მოხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარება მონარქთან თუ როგორ ხდება როგორც წესი, რა უფლებამოვალეობებთან იქნება დაკავშირებული კონსტიტუციური მონარქიის სისტემათან? კონსტიტუციურ მონარქიებში დასავლეთ ევროპაში, ყველაზე განვითარებულ მონარქიებში, მათ შორის იაპონიაშიც კი, სადაც ყველაზე დიდი ტრადიცია არსებობს იმპერატორის, მაგალითად, იქ პრეზიდენტის ფუნქციები განსხვავებულია მონარქების ფუნქციიდან. სამ შემთხვევაში აქვს აბსოლუტურად ცერემონიალური, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ტერეზა მეინ ჩამოაყალიბა ბრიტანეთში კაბინეტი, მან ეს შეუთანხმა მონარქს, მაგრამ ეს შესაძლებლობა იყო არა პოლიტიკური, არამედ ფორმალურ ცერემონიალური და საბოლოო ჯამში ეს მოითხოვს გარკვეულწილად არის შემოღებული, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო მეთაურის მხრიდან, სუვერენის მხრიდან გარკვეული საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია მთავრობის ფორმირებაში. თუმცა ეს არ არის არსებითი კომპეტენცია. ამიტომ ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და მონარქის უფლებამოსილებებს ესეც ასახად ვერ შევადარებთ. ის არის აბსოლუტურად განსხვავებული. და ამ დროს რეალურად ვინ მართავს ქვეყანას? რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი.
გაისაგებია. უღრმესი მადლობა საუბრისთვის კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი საუბრობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ღია ეთერში. მანვე ისაუბრა სხვადასხვა სისტემასთან დაკავშირებით 292 1188 292 1189 ღია ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები გაცემის ამ ნაწილის დასრულებამდე არის რამდენიმე წუთი დარჩენილი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე 292 1188 292 1189 და მიიღოთ ინტერაქტივ მონაწილეობა ემხრობით თუ არა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. მსმენელი გვიკავშირდება, ჩვენ შეგიძლია მოვისმინოთ მისი მოსაზრება. საღამოშიდობისა, მოგესალმებით. საღამოშიდობისა. რაც შეეხება არსებულ საკითხს, მე თუ გითხრათ, ჩემი აზრით შეიძლება რომ იყოს მეფე, სადღაც თავისი 10%-იანი ძალაუფლებით. მაგრამ ასევე ყავდეს პრეზიდენტი და იყოს უნივერსალური მულტისახელმწიფო. ხოვინა ევროპა გავაციფროთ, არა? ახლა მეფეც რაღაცის მხარდამჭერი იქნება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დადებითის სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის. უბრალოდ იმ პრეზიდენტის სასახლეში შეიძლება მართლა მეფეს დაეტიოს. ანარად ამისთვის არსებობს ორბელიანების სასახლე, რომელიც გაკეთეს პრეზიდენტისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის, ანუ იგივე პრეზიდენტისთვის. და მე თავისი თავმჯდომარეობიდან გამომდინარე შეიძლება როგორც ეროვნული მოღვაწე მოწაფდეს გინდათ ორბელიანების სასახლეში. მიუხედავად იმისა, რომ მეფე ჩვენთვის საჭირო არის ისე როგორც ატრიბუტიკა ჩვენი ისტორიულის, იმიტომ რომ ჩვენ თუ ილიას გზით მივდივართ, ილია მართლის, წმინდა ილიას გზით, ილია მართალი მეფეს საერთოდ არ მოიხსენიებს სახელმწიფოს მმართველობაში. არამედ ის მოიხსენიებს სახალხო მმართველობას სადაც რესპუბლიკის დონიდან გამომდინარე, მაგრამ 10%-იანი დაფინანსება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ ჩამოეჭრას პრეზიდენტს, ნაწილობრივ ჩამოეჭრას პრემიერ-მინისტრს, ეს პრობლემას არ შექმნის სახელმწიფოში და შეიძლება მეფე იყოს ერთადერთი პიროვნება პარლამენტში, რომელიც თავისი სიტყვით იქნება მხარდამჭერი ნებისმიერი კანონპროექტისა. ესეთი წარმოსახვეთი და სასურველი პიროვნება და არა ის რომ ეხლა ვიღაცამ რაღაცა მეტი მოინდომოს ბატონიშვილობის ინსტიტუტის შემოღება მონების ხვების ამაზე არა ლაპარაკი. უბრალოდ როგორც ატრიბუტიკა სახელმწიფოს მმართველობისა და ისტორიული პიროვნება და პერსონაჟი. მე მგონია უწმინდესმა უფრო ეს იგულისხმათ, რომ ეხლა ძალაუფლება ორ ნაწილად და ცალკე მონარქისტები იყვნენ და ცალკე იყვნენ კიდე რესპუბლიკელები და არა მონარქისტები, ეს უკვე დაპირისპირებაა, მაგრამ ეს ასეულო ისტორიული ატრიბუტიკა მე მგონია პიროვნება ძალიან კარგი იქნება, თუ თვითონ მოვაყურებენ ამ საკითხს, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, თვითონ მეფის ამბავშიც გვარიშვილობაში ძალიან დიდი პრობლემები არსებობს, რომ მე კიდე რაღაცა გაგვიხდეს უფრო დიდი საშარო სახელმწიფოს დონეზე, იმიტომ რომ მე აიწევა ეს თემა და ითხრა აი დაეციენ ახლა მეფის კანდიდატები ერთმანეთს და იმას უნდა ამას და ის უფრო კარგი ბაგრატიონები და ეს და ორი ჩარში რო არ გავხდეთ, ამიტომ სიმბოლოს ძალაუფლებას მივაჩვენებთ, მე მგონი ეს მარტივად სამართალზე დასარეგულირებული სიტუაცია იქნება. ცუდ და საშიში შამაში ვერ ხდება, თუ ეს იქნება ასეთი სიმბოლური ჩვენი ფასეულობა და ღირებულება, რომელიც უნდა გქონდეს სახელმწიფოს დონეზე, როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტის გარეთ. გაისაგებია, უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. ეს ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი მსმენელი 292 1188 292 1189 ღია ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები ემხრობით თუ არა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, ეს კი უკვე ინტერაქტივი შეკითხვა გახლავთ. ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მონარქია და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მოაქვს მშვიდობა, თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კვირას სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო ქადაგებაზე. საქართველოს ამჟამად საპარლამენტო რესპუბლიკაა, კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს მმართველობას, რომლის დროსაც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მას არ გააჩნია უზენაესი უფლება ამოსილება. კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. საქართველოს არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველოს არის უძველესი მონარქია. ღვთისწყალობით მეფე გმართავდა დღეს ხშირი შემთხვევა მსოფლიოში, როცა მონარქია ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს რა თქმა უნდა დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი, თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.
პარლამენტის დეპუტატმა მამუკა მდინარიძემ, რომელიც მმართველი პარტიის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ფრაქციის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერის ეს პოზიცია პატივისცემას იმსახურებს და ამ საკითხში გამორიცხული არაფერია. ამ იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, პატრიარქს ცხადია საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი კეთილი სურვილიდან გამომდინარეობს. მონარქია ზოგადად მოძველებული მართვის სისტემა, ამდენად ამ აზრს მე დიდი პატივისცემით ვერ დავეთანხმები. მონარქია არის ერთი ოჯახის, რომელიც იჩემებს მირონცხებულობას, ღვთისგან მიღებულ უფლებას, რომ მართოს ერია. ერთი ოჯახის მმართველობა, მაშინ როდესაც დემოკრატია არის ხალხის მიერ არჩეული ადამიანების დროებითი მმართველობა, მონარქიის დასტი საკარნავალო ტახტის შექმნის მომხრე. პირადად მე არ გახლავართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემის ამ აზრის ავტორისადმი, განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრმა ნიკა რურუ. ამ ხელისუფლებამ მოიწვა სიბნელემ საქართველოს მმართველობას ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ კალოჩ დემოკრატიული მმართველობა, განაცხადა საკონსტიტუციო მონარქიის საკითხების კომენტირებისას ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ. როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები უკაცრავად ამბობენ, რომ მონარქიის აღდგენა, ანუ მეფის დაბრუნება არის კარგი იდეა და ამ საკითხს განიხილავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყავს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას წინ ვერ წაწევენ. ქვეყანაში სავალალო სურათია, ხელისუფლება არაპროგრესულია, ჩამორჩენილი და მათი იდეების სახიფათოა. მონარქიის აღდგენა თავად აზნაურობის ინსტიტუტის აღდგენას ნიშნავს. მაშინ მიწებით დავურიგოთ ამ თავად აზნაურობას, წერს გოცირიძე, მან ხაზი გაუსვა თავის თავადურ წარმომავლობას. გოცირიძეებს რაჭაში 10 სოფელი ჰქონდა და 200 სიღმა ყავდა, განაცხადა რომან გოცირიძე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე პატრიარქთან შეხვედრა გაიმართება და როგორც უკვე ცნობილია, გაიმართა ეს შეხვედრა. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე შესაძლებელია პლებისციტის ჩატარება. მანვე პატრიარქთან დღევანდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საუბარი მათ შორის საკონსტიტუციო მონარქიის იდეასაც შეეხო. ჩვენ დილით გქონდა შეხვედრა პატრიარქთან, პარლამენტის თავმჯდომარე და მე ვიმყოფებოდით საპატრიარქოში და შევხვდით პატრიარქს, ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის განხილვაც იწყება სწორედ ამ კვირაში. ასევე გქონდა საუბარი იმ იდეაზე, რომ ისმა უწმინდესობამ წირვის დროს გაახმოვანა და ეხება კონსტიტუციური მონარქიის თემას. ეს არის ძალიან საყურადღებო იდეა, თუმცა ამ იდეის ასახვა არ უკავშირდება საკონსტიტუციო პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია. ეს არის მომავლის იდეა. ამ საკითხზე დისკუსია, მსჯელობა, აზრთა გაცვლა, გამოცვლა უნდა მოხდეს და საბოლოოდ ეს ისეთი საკითხია, რომელიც მოსახლეობის და ფართო საზოგადოების კონსენსუსს საჭიროებს. მისი უწმინდესობაც იზიარებს ამ პოზიციას. ეს არის ცალკე დამოუკიდებელი პროცესი და ჩვენ ეს მოსაზრებები გავცვალეთ. საუბრობდა ამის შესახებ ბესელია. კონსტიტუციური მონარქია გაცემის თემა, ემხრობით თუ არა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ინტერაქტივი შეკითხვა და ღიეთერს უბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში მოკლე სარეკლამო ჭრის შემდეგ. მადლობა რომ გვისმენთ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. საღამშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ღიეთერში განვაგრძობთ მუშაობას პროექტით უსმენთ ერთმანეთს. კონსტიტუციური მონარქია დღევანდელი გადაცემის თემა, ინტერაქტივი შეკითხვა კი გახლავთ, ემხრობით თუ არა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. 292 11 88 292 11 99 ღიეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები გადაცემის პირველ ნაწილში სტუმრად მყავდა კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი, რომელმაც ისაუბრა ამ საკითხზე და აქვე გთავაზობთ ამონარეთს მისი ერთ-ერთი მოსაზრებიდან. საპრეზიდენტო რესპუბლიკა პლუს ორპალატიანი უდრის ნორმალურ პოლიტიკურ სისტემას, საპარლამენტო რესპუბლიკა პლუს ორპალატიანი პარლამენტი უდრის ნორმალურ პოლიტიკურ სისტემას, კონსტიტუციური მონარქია პლუს ორპალატიანი პარლამენტი უდრის ნორმალურ პოლიტიკურ სისტემას. ყველა აღნიშნულ მოდელს მინუს ორპალატიანი პარლამენტი უდრის არასრულ რისკიან განვითარების უნარს მოკლებულ პოლიტიკურ სისტემას. ამოცანა და ვენეცია გვეუბნება, შემოიღეთ ორპალატიანი სისტემა ახლავე. ნურავინ ჩათვლის, რომ ეს ტერიტორიულ მოწყობაზეა მიღმული ან დამატებით ფულად სახსრებთან ან კიდევ სხვა რაიმე ხელოვნურ პრობლემასთან სამაგიეროდ უამრავ საარჩევნო და პოლიტიკურ პრობლემას აგვარებს. სისტემურად დავუჯეროთ ვენეციას, დამჯერეთ ჩვენთვის კარგი უნდათ. წერდა ლევან ბოძაშვილი სოციალურ ქსელში. გადაცემის მეორე ნაწილში გვერდება ღიეთერში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. საღამშვიდობისა, მოგესალმებით ბატონო რამაზ, მადლობა. მადლობა რომ იღებთ პროექტში მონაწილეობას. დღეს საუბრობთ თემაზე კონსტიტუციური მონარქია, ემხრობით თუ არა მის აღდგენას. ეს არის ინტერაქტივი შეკითხვა და თქვენთანაც სწორედ ამ შეკითხვით დავიწყებ საუბარს. იგი შემოვიდეთ ხრობოდი არგუმენტები რო იყოს. და პირველი მონარქიაზე როცა ნოსტალგიით ლაპარაკობს,
ის ეხება აბსოლუტურ მონარქიას, როცა მონარქი ძალაუფლებას ფლობდა. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში მონარქი იმაზე მეტ ძალაუფლებას, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტი ფლობს, არ ფლობს. დღევანდელ პრეზიდენტთანაც უმრავლესობას პრეტენზიები აქვს, რომ რაღაც ძნელად აგვარებენ ურთიერთობას. გაცილებით მეტი ამბიცია ექნება მეფეს. მithumetes მეფეს ვერ გადაირჩევს. ეგ ერთი მხარე. მეორე მხარე ის, რომ თუ კი უფლებები არ ექნება, მაშინ ეს მეფე რა გქონდა. ანუ რის მომგვარებლად გვინდა. მარტო სახელად რომ მეფე ერქვას. მაშინ გავიხსენოთ რა ეღირება ეს სახელი. ინგლისი რო ინგლისია, დღეს ინგლისით ლაპარაკობს, რომ ძალიან ძვირი ჯდება დედოფლის შენახვა და ხომ არ გადავიდეთ პრეზიდენტის არჩევაზე და დედოფლის ფუნქცია მოხდა. ეხლა საკონსტიტუციო მონარქიის პირობებში მცირე უფლებრივი ფუნქციები არსებობს, რომელსაც ვერ განახორციელებს და ეს საპარლამენტო რესპუბლიკების დამახასიათებელი ნიშანი, რომელსაც ვერ განახორციელებს დაუშვათ პრემიერ-მინისტრი და ვერც პარლამენტის თავმჯდომარე. აი ეს ნაწილი ფუნქციებისა უნდა ვიღაცამ აიღოს, თუნდაც პარლამენტის მოწვევა ან დათხოვნა. აი ეს ფუნქციები მინიჭებული აქვს ან პრეზიდენტს, ან კონსტიტუციურ მონარქს. ახლა ამისთვის ის იმაზე დავპერისტრება, რომ აბა როგორ გადავიდეთ ახლა კონსტიტუციურ მონარქიაზე, მე ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას. მეორე საზოგადოებაში გამიზარი მოთხოვნილების გამო, რომ ჩვენ პრეზიდენტზეც კი გვაქვს საზოგადოებას დამოკიდებულება, რომ აბა თუ პრეზიდენტია, უნდა ყველაფერი შეეძლოს. მეფეზე მით უფრო გვექნება. ისე რომ გაიზრდება მისწრაფება იმისკენ, რომ მეფეს კონდეს რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება და ჩაერიოს ქვეყნის მართვაში. მაშინ ჩვენ გადავალთ აბსოლუტური მონარქიისკენ წავალთ, რაც სოფლიოს არც ქვეყანას არ აქვს, იმიტომ რომ არ გამოდგა წარმატებული ისტორიამ, ასე ვთქვათ, ეგ მოდელი დაიწყო. ბატონ რამაზი, კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ამონარიდი პატრიარქის მიერ გავრცელებული განცხადებიდან. დღეს დილით უწმინდეს შეხვდა როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კაბესელი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, განაცხადეს, რომ საუბარი შეეხებოდა ძირითადად საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ბუნებრივია ისაუბრეს კვირას პატრიარქის მიერ გამოთქმულ ინიციატივაზე და ბესელიამ დღეს განაცხადა ჟურნალისტებთან, არ უნდა გამოირიცხოს მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა ისეთ საკითხზე, როგორც არის საკონსტიტუციო მოწყობა და საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით შესაძლებელია პლებისციტის ჩატარება. თუ ეს ესე მოხდა, როგორ ფიქრობთ, რას აირჩევს მოსახლეობა? მოსახლეობას თავის დროზე კითხეს, ჩვენ მოსახლეობას არა საბედნიეროდ, კითხეს, რომელი დავსაჯოთ, ქრისტე თუ ბარაბაო, რა აირჩევს მოსახლეობა? ისე რომ ახლა რატომ მოგახსენეთ, ეს გაფეთიშება იმისა, რომ მოსახლეობის არჩევანი ყოველთვის შეშმარიტებას უახლოვდება, არ არის ადეკვატური. და მაგის ბევრი მაგალითი იცის ჩემმა პროფესიამ ფსიქოლოგია და პოლიტოლოგია. მოსახლეობის განწყობილებას ძალიან ხშირად იყენებენ ესა თუ პოლიტიკური ჯგუფები სწორედ იმიტომ, რომ ამ განწყობილებას დიდი ემოციები მართავს და არა გონება. ასეთი ემოციებით მართული მოსახლეობა, რა თქმა უნდა, იტყვის მეფე ავირჩიოთ. თითქმის ეჭვი არ ნეყარებს. მაგრამ ეს არ იქნება არც რეფერენდუმით გადაწყვეტაა სწორი. პროფესიონალი თუ ხარ, უნდა შეამზადოს საკითხი ჯერ წესიერად. და არც მოსახლეობის ეს გადაწყვეტილება იქნება. მოსახლეობას რომ მოთხოვოს ახლა გინდა თუ არა რომ ანარქია იყოს, შეიძლება ანარქიას ოპოზიცია მომებიძათ ახსეს. გადავიდეთ მაშინ ანარქიას. და ასე შემდეგ.
ბატონ რამაზ, თუ დადგა დღის წესრიგში პლებისციტის ჩატარება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი აზრით ხელისუფლების მიერ გადადგმულ რა ტიპის ნაბიჯებზე მიუთითებს ეს ფაქტი? რადგან დღეს უკვე დაიწყო საუბარი, რომ შესაძლებელია ჩატარდეს პლებისციტიც ამ თემასთან დაკავშირებით. ახლა არ არსებობს რელიგიური იერარქი, რომელიც არცერთ რელიგიაში არცერთ ქვეყანას, რომელიც უარს იტყვის სამეფო ინსტიტუტის მონარქიის აღდგენას. რადგან რელიგიაში ძევს, რომ მონარქია არის ღმერთისგან დანიშნული. ისე რომ ფაქტიურად საზოგადოების რელიგიურობის ერთ-ერთი გამოვლენა არის მონარქიის მართლობა. ამიტომ ძალიან დასაგებია, როცა პატრიარქს მიაჩნია, რომ მონარქია იმ რელიგიური ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, უნდა იყოს მართლობის ფორმა. აქ პატრიარქს ნუ გავამტყუნებთ, მეორე რადგან თვითონ რელიგია განახობს ამას რელიგიის შესრულებას. კონსტიტუცია უმრავლესობა ცდილობს, რომ პატრიარქის მხარეაობას დაუმარცხოს სასწრაფოდ და მის პოლიტიკურ ინიციატივებს ზაფხულთან გამოუცხადოს. აქ უკვე პატრიარქის დიდ ავტორიტეტის მიმართ პიეტეტი ჩანს მეგონე უმრავლესობის საქციელში. მეტი დიდი არაფერი, ახლა ლაპარაკი რომ გადაიფაროს, არაფერი არ იფარება, კიდევ უფრო მძაფრდება ამ სიამოვნებით სიტუაცია. და ნახსენებს, რომ არ არის სიმშვიდე დაისადგურებსო. ერთი გადავხედოთ რა საქართველოს ისტორიას. რამდენად შვიდი იყო ამ ჩვენი მეფეების ცხოვრება და რამდენად იყო სიმშვიდის გარანტია მეფე. თავადების თავდასხმებს თუ გადაურჩებოდა, ხო კაიდა, თუ არა და მე მედიოდა უკვე მათთან დაპირისპირებით არის პროცესი. ხოლო არ არის მარტივი სამეფო, არც საქართველოს და არც ერთი ქვეყნის სამეფო ისტორია. ამ ისტორიას გავუსწავლოთ თვალით და მე ავიღოთ რაიმე სალაპარაკოთ. იმიტომ რომ მეფე საზღვარგრძელობის კარგი თემაა. საზღვარგრძელობის ცხოვრება ინდონი ქვეყანას არ გათმოაცხადებს. უღრმესი მადლობა საუბრისთვის. რამაზ აყვარელიძე გვერდთობოდა ღეთერში ტელეფონის მეშვეობით პოლიტოლოგი, რომელმაც ისაუბრა საკუთარ მოსაზრებებზე კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? საინტერესოა თქვენი მოსაზრებები. შეგიძლიათ დარეკოთ ღეთერში ნომრებზე 292 11 88 292 11 89 და მიიღოთ ინტერაქტივში მონაწილეობა. გადაცემის დასრულებამდე არის ძალიან მცირე დრო დარჩენილი, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დრო იმისთვის, რომ დარეკოთ აღნიშნულ ნომრებზე, ემხრობით თუ არა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. ეს არის ინტერაქტივი შეკითხვა და ღიად გამოხატოთ საკუთარი მოსაზრება და პოზიცია. ეყოლება თუ არა საქართველოს მეფე მონარქიის აღდგენის თემაზე. ირაკლი კობახიძე ილია მეორეს უკვე ესაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქი ამბობს ჭეშმარიტებას. ამავე თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კაპესელიამ, რომლის თქმითაც საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარება არის შესაძლებელი. ალბათ შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც ჩვენ მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ საუბრობთ მომავალში რაიმე ცვლილებაზე კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს ხალხი. თუმცა ჯერ საუბარია, რომ ამისთვის შესაძლოა ღია დისკუსია დაიწყოს საზოგადოებამ. კარგად უნდა გაცნობიერდეს ეს იდეა, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება ეს იდეა. ნამდვილად ღირს, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა, განაცხადა დღეს შეხვედრის შემდეგ ეკაბესელიამ. ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მონარქია და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მოაქვს მშვიდობა. თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კვირა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო ქადაგებაზე. ამ იდეის წინააღმდეგ კი გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. პატრიარქს ცხადია საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი კეთილი სურვილიდან გამომდინარეობს. მონარქია ზოგადად მოძველებული მართვის სისტემა, ამდენად ამ აზრს მე დიდი პატივისცემით ვერ დავეთანხმებ.
თქმები, მონარქია არის ერთი ოჯახის, რომელიც იჩემებს მირონცხებულობას, ღვთისგან მიღებულ უფლებას რომ მართოს ერი, ამ ერთი ოჯახის მმართველობა, მაშინ როდესაც დემოკრატია არის ხალხის მიერ არჩეული ადამიანების დროებითი მმართველობა, მონარქიის დასით საკარნავალო ტახტის შექმნის მომხრე პირადად მე არ გახლავართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემის ამ აზრის ავტორისადმი, განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა რურვამ ხელისუფლება მოიცვა სიბნელემ საქართველოს მმართველობას ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ქაჯურ დემოკრატიული მმართველობა, ამის შესახებ განაცხადა საკონსტიტუციო მონარქიის საკითხების კომენტირებისას ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ. ასევე გავრცელდა დღეს ინფორმაცია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეკაბესელიას კომენტარი, ასევე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქი ამბობს ჭეშმარიტებას, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ შეგვიძლია მივატევნოთ თვალი მას. დავიდრე ერთმანეთს დავამშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ-პლატფორმა WeHelp-G ახორციელებთ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. უსმენთ ერთმანეთს. მეგობრებო, ჩვენ ამ კვირაში ვეხმარებით 55 წლის ნინო ჭიღიდაშვილს. გახსოვთ კარგად ალბათ ეს ბენეფიციარი, თუნდაც წინა კვირიდან მას აქვს ავთვისებიანი სიმსივნე და პოსტოპერაციული მკურნალობა სჭირდება, რომელიც საერთო ჯამში 1400 ლარი ღირს. წინა კვირას იყო დარჩენილი 900 ლარი. კიდევ არის გარკვეული თანხა შესაძლებელი, ამიტომ გთხოვთ გამოვიჩინოთ კეთილინება და დავეხმაროთ 55 წლის ნინო ჭიღიდაშვილს გამოჯანმრთელების პროცესში. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0900 704 ზარის ღირებულება გახლავთ 1 ლარი და ამ კვირაში განხორციელებული ყოველი ზარი და შესაბამისი თანხა გადაირიცხება სწორედ აღნიშნული ბენეფიციარის სახელზე. თქვენ ასევე გაქვთ საშუალება ეწვიოთ ვებგვერდს www.help.g მოიძიოთ 55 წლის ნინო ჭიღიდაშვილის ისტორია, რომელსაც აქვს ავთვისებიანი სიმსივნე და პოსტოპერაციული მკურნალობა სჭირდება გადაუდებლად, თანხა ნამდვილად არ არის დიდი და ნებისმიერი ოდენობის თანხის ტრანზაქციით ჩვენ შევძლებთ მის ფინანსურ დახმარებას გამოჯანმრთელებისთვის. საუბარია 55 წლის ძალიან ახალგაზრდა ქალბატონზე, ნინო ჭიღიდაშვილზე, თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ ბენეფიციარზე, რომელსაც რამდენჯერმე დავეხმარეთ და იმედი მაქვს, არც ამჯერად დარჩება ის თქვენი ყურადღების მიღმა. გაცემა ამით დასრულებულია, საეთერო სტუდიაში მუშაობდი ნინი ხუგაშვილი, გაცემის პროდიუსერი დავით მაღლაფერიძე, შევხვდებით ხვალ ამავე დროს, ამავე ტალღაზე. მადლობა რომ გვისმენთ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. უსმენთ ერთმანეთს.